ეხლა უფრო მეც ვიგებთ დრამატული ოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც გასულ თვეში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფარულად გაიყვანეს თურქეთიდან. მას შემდეგ, რაც კამერების წინ ავიდა Air Force One-ში, ტრამპი, როგორც იუწდებიან, აეროპორტის საკვები პროდუქტების სათვირთო მანქანაში დამალეს და სხვა სამხედრო თვითმფრინავამდე მიიყვანეს. The Wall Street Journal იუწდება, რომ ისრაელის დაზვერვამ გააფრთხილა, ირანს შეეძლო ეცადა Air Force One-ის ჩამოგდება მხრიდან გასაშვები რაკეტებით. და მას შემდეგ, რაც მანამდე უარყოფდნენ ისრაელის გაფრთხილების შესახებ ცნობებს, ტრამპმა ეხლა პირველად დაადასტურა, რომ ის საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების ბრძანებით სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს. გთავაზობთ მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მან თქვა. ეს ჰოლივუდური ფილმის სცენას გავს. კამერების თვალწინ პრეზიდენტის ყალბი გადაადგილება განხორციელდა. დონალდ ტრამპი ანკარაში ჩაჯდა თავის ძველ ღია ცისფერ თვითმფრინავ Air Force One-ში, გასული თვის ნატოს სამიტის შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ის ამ თვითმფრინავით არ გაფრენილა. რამდენიმე წუთის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი გავრცელებული ინფორმაციით დამალეს აეროპორტის საკვები პროდუქტების სათვირთო მანქანაში და ფარულად გადაიყვანეს აეროპორტის ბაქანზე პატარა სამხედრო თვითმფრინავამდე. ეხლა პირველად ტრამპი ადასტურებს ამ არაჩვეულებრივ თვითმფრინავის შეცვლას. მე საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებს მივყვები. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით გამემგზავრა. ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ისრაელმა გავრცელებული ინფორმაციით ვაშინგტონს გადასცა დაზვერვის ინფორმაცია და გააფრთხილა ტრამპის წინააღმდეგ ირანის შეთქმულების შესახებ. როგორც Wall Street Journal-ი წერს, დაზვერვის ინფორმაციით ირანს შეეძლო გამოეყენებინა მხარზე სატარებელი საზენიტო რაკეტები, რათა ეცადა Air Force One-ის ჩამოგდება. საბოლოოდ არც ერთი რაკეტა არ გაუშვიათ და კვლავ გაურკვეველია, რამდენად რეალური იყო ეს საფრთხე. მაგრამ როგორც ჩანს, აშშ-ის უსაფრთხოების ოფიციალური პირები საფრთხეს იმდენად სერიოზულად აღიქვამდნენ, რომ უპრეცედენტო ზომები მიიღეს. უბრალოდ უნდა გავაკეთო ის, რასაც ისინი მეუბნებიან. სანამ ტრამპი ჩუმად გაემგზავრა საჰაერო ძალების C-32A თვითმფრინავით, ჟურნალისტები და მისი რამდენიმე უმაღლესი თანამდებობის პირი, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, Air Force One-ზე დარჩნენ. მათ, როგორც იუწყებიან, სთხოვეს ფანჯრების ფარდები დაეხურათ, როცა თვითმფრინავი აფრინდა, ისე რომ არ უთხრეს, პრეზიდენტი ბორტზე აღარ იყო. თუმცა ტრამპი ახლა ამტკიცებს, რომ შესაძლოა, უფრო პატარა თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობდა, უფრო აშკარა სამიზნე იყო. მე ვფიქრობ, სინამდვილეში ის თვითმფრინავი, რომელშიც მე ვიჯექი, უფრო დიდ რისკში იყო. რატომ ამბობთ ამას? იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს იქნებოდა გეგმა, რომელსაც ისინი უფრო მეტად აირჩევდნენ. პრეზიდენტი ადრე უარყოფდა, რომ ისრაელის დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია ირანის ახალი მკვლელობის შეთქმულების შესახებ. თუმცა სამშაბათს გამოსვლისას მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ თეირანს კვლავ პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს. თქვენ ამბობთ, რომ ირანს ვენდობი? მე ბოლო ადამიანი ვარ, ვინც ირანს ენდობა. ისინი მუდმივად მათფუებდნენ. ირანის შურისძიებით ემუქრება ტრამპს. მას შემდეგ, რაც მან 2020 წელს ქუდსის ძალების მეთაურის ყასემ სულეიმანის მოკლა ბრძანა. ამჯერად კი აშშ-ის უსაფრთხოების ის ოფიციალური პირები არაფერს ტოვებდნენ შემთხვევის იმედად. Air Force One-ი ცაში აფრინდა ტრამპის თანაშემწეებით, პრესითა და პრეზიდენტის ორეულით. მაშინ, როცა თავად პრეზიდენტი ჩუმად გაუჩინარდა სხვა თვითმფრინავით. ეხლა ჩემთან ერთადაა გადამდგარი პოლკოვნიკი მეირ აიზენშტეინი, რაიხმანის უნივერსიტეტის კონტრტერორიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. მეი, სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ხართ. აი 24 News-ზე უნდა აღნიშნო, რომ რაც უფრო მეტ დეტალს ვიგებთ, ეს ყველაფერი ჯაშუშურ ან თრილერის ფილმს გავს, მაგრამ ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. რამდენად სანდო და მოქმედებისთვის საკმარისი უნდა იყოს ეს დაზვერვითი ინფორმაცია, რომ საიდუმლო სამსახურმა ასეთი ოპერაციის ნახორციელება დაიწყოს. პირველი რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ შემთხვევით გუშინ ვუყურებდი იმ ფილმს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არიან Air Force One-ში და Air Force One-ს ტერორისტული ორგანიზაცია ჩამოაგდებს, არა ირანელები. ეს ფილმია და როგორც თქვით, ეს ფილმის სიუჟეტია. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ირანის რევოლუციური გვარდიის იდეაზე, სადაც ისინი აპირებენ თვითმფრინავის ჩამოგდებას. და ნიკოლ, ეს სრულიად შესაძლებელია. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ჰქონდათ იდეად, არა მხოლოდ ირანის ისლამურ რეჟიმს, უკვე 25 წელზე მეტია. 2001 წელს პიკზე თუ გახსოვთ, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მეორე ინტიფადის ისრაელმა იცოდა, რომ ტერორისტები აპირებდნენ ისრაელის თვითმფრინავებზე საზენიტო რაკეტების გაშვებას კენიაში. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ თვითმფრინავზე საზენიტო რაკეტის გაშვება ძალიან სერიოზული საფრთხეა.
ეს რეალური ოპერაციული ქმედებაა, რაც შეიძლება მოხდეს. თვითმფრინავები ისეა აგებული, რომ ესეც საფრთხეს გაუძღვონ, მაგრამ სრულ გარანტიას ვერავინ მოგცემთ. მარი, აბსოლუტურად მართალი ხარ. ეს საფრთხე ათწლეულებია არსებობს და სწორედ ამიტომ გადაიღეს ამაზე ფილმი, ზუსტად ისეთი როგორც შენ ნახე. რაც შეეხება ამ მხრიდან გასაშვებ საზენიტო რაკეტებს, შენ ამბობ, რომ ისინი რეალურ საფრთხეს უქმნიან Air Force One-ს. ეს ყველაფერი ნატოს სამიტის დროს თურქეთში მოხდა. და ეს გვიჩვენებს ეს ირანის შესაძლებლობაზე გამოიყენოს აგენტები ან პროქსი ქსელები საკუთარი საზღვრების მიღმა, ამჯერად თურქეთში. ყველას შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ირანს საერთო საზღვარი აქვთ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ეს არ გავს იმას, რასაც ისლამური რეჟიმი აკეთებს, როცა თავის რაკეტებს ჰეზბოლას ლიბანში უგზავნის. ირანს ლიბანთან საზღვარი არ აქვს. იგივე ეხება ჰუსით ტერორისტებს იემენში. თუმცა, როცა საქმე თურქეთს ეხება, ირანსა და თურქეთს საერთო საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვთ. ეს არის, რა თქმა უნდა, თურქეთის აღმოსავლეთ მხარეს. ასე რომ არსებობს ეს შესაძლებლობა, თუ შეიძლება ასე ვუწოდო, ისლამური რეჟიმისთვის, რომ საზღვარზე პირდაპირ შეიტანოს რაიმე კონტრაბანდული. და ეს გზა ირანის ისლამურ რეჟიმსა და თურქეთს შორის ძალიან დატვირთულია. ეს ძალიან დიდი მაგისტრალია. რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ თურქეთში წავედი, რადგან მინდოდა ირანს თურქეთიდან რაც შეიძლება ახლოს მივკარებოდი. ეს ახლოსაა ქალაქ დიარაბაქირთან და ეს უზარმაზარი მაგისტრალია. შეიძლება ითქვას ავტობანია, რადგან საქონელი მუდმივად მოძრაობს ამ გზაზე. საზენიტო რაკეტები ახლა კამერაში მიყურებთ, ისინი პატარაა. არა ისეთი პატარა, როგორც ჩემი ხელები, მაგრამ არც ისეთი დიდი. ეს არის რაღაც, რასაც ატარებ და იყენებ ხარზედადებით. ამიტომაც ქვია მათ ხრიდან გასაშვები საზენიტო რაკეტები. ეს ძალიან მარტივად შეიძლება ირანიდან თურქეთში გადმოიტანო. ირანი თავის სამხედრო ინდუსტრიაში აწარმოებს საზენიტო რაკეტის რუსულ ვერსიას, ასე რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია. მინდა ცოტა ხნით ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ეს მოხდა თურქეთში, რომელიც ნატოს წევრია და ასწევრია და არა მხოლოდ ირანთან აქვს საზღვარი, არამედ დღესდღეობით ჰამასის ხელმძღვანელობის მთავარი მასპინძელია. კარგი, მოდი ამაზე ვისაუბროთ. რას ვხედავთ თურქეთში და როგორ ხდება თურქეთის შემდეგი ცენტრი ამ ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ვის რომ იქ მოეწყონ? და როცა ამას უყურებთ, გვახსენდება ერდოღანი, თურქეთი და მთელი ეს წლები. და რა დაემართა თურქეთს? ეს ერდოღანია და ის, რასაც ის თავაზობს. ის მუსლიმთა საძმოს თურქულენოვანი ვერსია. ის სრულად უჭერს მხარს ჰამას, როგორც მუსლიმთა საძმოს პალესტინურ ვერსიას. ის სრულად უჭერს მხარს ახალ რეჟიმს სირიაში. ძალიან აქტიურად არის ჩართული იქ. მას საზღვარი აქვს სირიასთან და თურქეთთან. და ახლა ვუყურებთ თურქეთს და უნდა ვიფიქროთ, ეს თამაშის ახალი წესებია. რას ნიშნავს ის, რომ თურქეთი ნატოს წევრია? თურქეთში ამერიკის ბაზებია და თურქეთი შეიძლება იყოს ის ადგილი, სადაც ჰამასის ხელმძღვანელობაც იმყოფება. დღესდღეობით ირანის მიერ ჰეზბოლასთვის ლიბანში გაგზავნილი ფულის უმეტესობა თურქეთის გავლით მიდის. იარაღის ნაწილიც თურქეთის გავლით გადის. ეს ძალიან რთულია ისრაელისთვის, არა იმიტომ, რომ ჩვენ თურქეთთან შესანიშნავი დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ თურქეთი ნატოს წევრია. და ახლახან მათ ნატოს სამიტიც უმასპინძლეს ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში. ეს ნამდვილად აჩენს შემაშფოთებელ კითხვებს, რომელსაც ისრაელი მუდმივად ატენებს, მაგრამ ვაშინგტონი როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ აქცევს სათანადო ყურადღებას. ვაშინგტონი ამ საფრთხის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაა იცის. შეიძლება ახლა დახტა ეს საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ბრძელდებოდა. მას გვიჩვენებს ეს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად სურს აშშ-ს დიპლომატიის შენარჩუნება, მაშინაც კი როცა ირანი აშშ-ს პრეზიდენტს ემუქრება. მოდით გავარკვიოთ ეს კარგი და პირდაპირ ვიტყვი აქ, ნიკოლ. ჩვენ ორს შორის და ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც ახლა გვიყურებს. ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ღიად მოკლეს ხამენეი, ირანის ლიდერი. ეს მოხდა 28 თებერვალს, შაბათს. და ეს იყო ამ ეტაპის დასაწყისი, რაც ნიშნავს, რომ აქ საპასუხო ქმედებებია. ირანელები შურისძიებას ითხოვენ. ირანელები ღიად მოითხოვდნენ ტრამპის სიკვდილს, როგორც მანამდე, ასევე მას შემდეგაც. აშშ-ში არის დიდი ეშმაკი და მეორე მხრივ, ნებისმიერ ომში შენ ეძებ ზავს და ამ ზავიდან შესაძლოა რაღაც სტაბილურობას. ვიცი, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ანუ თითოეული მხარე სხვადასხვა რამეს აკეთებს და ვფიქრობ, რომ ირანის ისლამური რეჟიმი აგრძელებს ზუსტად იმას, რაც სურს. ის გეგმავს მოქმედებებს შუამავლების მეშვეობით.
ეს ირანიდან არ გაუკეთებია. ირანიდან მიწა ჰაერის რაკეტა არ გაუშვია. ეს მოხდა თურქეთში. ეს თურქეთის პრობლემაა. ვინ შეიძლება დააბრალოს ეს მათ ამ მხრივ? და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას გააკეთებდნენ შუამავლების დაქირავებითა და დაფინანსებით. დღესდღეობით შუამავლებს ფულს უხდი და ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი. ნიკოლე, ჩვენ ვიცით, რომ ირანელებმა მოახერხეს ისრაელების დაქირავება, რომლებსაც ფულს უხდიან სადაზვერვო მოქმედებების შესასრულებლად. და ირანელებმა, ისლამურმა რეჟიმმა, ნამდვილად მოახერხეს რუსულენოვანი შიიტების დაქირავება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ფულის სანაცვლოდ, რომ მათთვის საქმეები შეესრულებინათ. ამიტომ მე ამას მოლაპარაკებებში წინააღმდეგობად არ ვხედავ. ამას მთლიან სურათის ნაწილად აღვიქვამ. თქვენ არ ცდილობთ შეთანხმებას მიაღწიოთ ვიღაცასთან, ვისაც თქვენ მოსწონხართ და ვისაც უნდა რომ იქიღოთ. ისინი თავიანთ წესებით თამაშობენ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ დაუშვათ ირანის ისლამური რეჟიმი, ან მსგავსი რომელიმე რეჟიმი იყოს ის, ვინც თამაშის წესებს განსაზღვრავს. არც ტერორისტული არმია ჰეზბოლა, არც ტერორისტული არმია ჰამასია ჰამასი. მით უმეტეს არა სუვერენული ტერორისტული სახელმწიფო, როგორიცაა ირანის ისლამური რეჟიმი.